გიბრალტარის ბანკის ინკასატორების ძარცვის ფაქტი გახსნილია. პოლიციამ ორი ადამიანი დააპატიმრა. დაკავებულთაგან ერთ-ერთი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი აღმოჩნდა, რომელიც რიგით პოზიციაზე 2004 წლიდან მუშაობდა. პოლიციამ ყაჩაღობაში ბრალდებულების ზუგდიდში ღამით დააკავა. ამოღებულია გატაცებული ფული, ცეცხლსასროლი იარაღი და ნიღბები. მათ 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სამართალდამცველებმა საბრძოლო მასალას დაკავებულების სახლების მიმდებარედ მიაკვლიეს ზუგდიდში ლიბერტი ბანკის საინკასაციო ავტომობილის დაყაჩაღების ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. მათგან ერთი ომარ ხუბუა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს თანამშრომელია. არსებული ინფორმაციით ის თანამზრახელთან ერთად ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღით ინკასატორი დაჭრა და საინკასაციოდ გამზადებული თანხა გაიტაცა. ომარ ხუბუა ზუგდიდში ჭითაწყარის დასახლებაში ცხოვრობს. ის ძალოვან სტრუქტურაში 2004 წლიდან არის დასაქმებული. ოჯახის წევრებს მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ხუბუა ყაჩაღობისთვის დააკავეს და დანაშაულს აღიარებს. ასე დავლებიან, მართლა მან ჩაიგინა ეს ყაჩაღობა? არ ვიცი, აღიარა თვითონ ყველაფერი იქაა ხო. დანაშაული აღიარა? ხუბუასთან ერთად ყაჩაღობაში მონაწილეობდა მისი თანასოფლელი გელა ჯიქია. არსებული ინფორმაციით საინკასაციო მანქანაზე თავდასხმამდე მათ რამდენიმე საათით ადრე სოფელ ონარიში ელექტროსადგურის დარაჯებს ავტომობილი და ნივთები წაართვეს. მედიასთან კონტაქტი არ სურთ ჯიქიას ოჯახის წევრებს. ისინი იმედის გადამღებ ჯგუფს აგრესიულად დახვდნენ. პატრული გამომიძახებია მოუსვით აქედან. ოხ დახმარდა თორე ხა შენ წყალობით გამოა შემიქმარი. დროზე ხლა. და თუ შეიძლება ორის მინდა კაცო წადი ხა და მიყევი ვის მოიყადე იმას. დღეს გავიგე ახლა გავიგე. გავიგე რომ რაღაც დავაყაჩაღებია და რაღაცა და ესეც მონაწილეობდა. მაგრამ ამის თავი როგორ ქონდა მე ვეღარ გავიგე. პოლიციამ ყაჩაღობაში ბრალდებულები ზუგდიდში გუშინ აიყვანა. ამოღებულია გატაცებული ფული, ცეცხლსასროლი იარაღი და ნიღბები. მათ 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე ზუგდიდის სასამართლო ხვალ იმსჯელებს.